გამარჯობა. კიდევ ერთი ვიდეო დიქშენერებზე, ამჯერად დიქშენერის მეთოდებზე. პირველ რიგში ვნახოთ თუ რომელ ტიპს განეკუთვნება ეს, რაც გვაქვს აქ გაკეთებული. რო გავუშვათ, ეს არის კლასი დიქშენერის, ხო? შემოკლებით dict. დიქშენერი, ისევე როგორც ლისტი, ისევე როგორც tuple, დიქშენერიც არის მონაცემთა სტრუქტურა. აი ესეთი სახელით მოიხსენიებთ მათ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაგალითად int-ი, string-ი და სხვები, ეს არის მონაცემთა ტიპები. ეხლა ერთი აშკარა უპირატესობა, რაც დიქშენერის აქვს, სხვა მონაცემთა სტრუქტურებისგან განსხვავებით, არის, რომ ჩვენ აქ აშკარად ხედავთ, თუ რა არის ეს გიგი. ნუ ჩვენ ისედაც ვიცით, რომ გიგი არის დაუშვათ სახელი, ხო, მაგრამ აი მაგალითად, როცა რაღაცა რიცხვია მოცემული, ხო, ამ შემთხვევაში მე ზუსტად ვიცი, რომ ეს 28 ნიშნავს ასაკს. მაგრამ ლისტში რომ კონდეს მე რაღაცა რიცხვები მოცემული, ხო? აი ლისტი რომ კონდეს და აქ რო იყოს 10, 20, 35 თუ 45, აქ მე არ ვიცი, ეს შეიძლება ასაკები იყოს, შეიძლება სხვა რამე იყოს, ანუ აქ ესე კაფიოდ ამას ვერ ხედავთ. აი დიქშენერი ამის კარგად დანახვის საშუალებას გვაძლევს, ხო? city თბილისი. კარგი. ეხლა მოდი სათითაოდ დავპრინტოთ მაგალითად, აი გვინდა რომ გიგი დავპრინტო. ნახეთ ეს როგორ შეგვიძლია myDict, შემდეგ კვადრატული ბრჭყილი და აქ მე უნდა გადავცე ის key, რაც არის გიგის key, ხო? ანუ ჩვენ აქ გვაქვს key value წყვილები. Key value, key და value, ხო? გიგის key არის name. შესაბამისად მე რო დავწერ myDict name, მაშინ დაიბეჭდება გიგი. მოდი ხა დავბეჭდოთ print myDict დავუშვათ age და აქვე დავბეჭდოთ city. ხო, გვაქვს გიგი 28 და თბილისი. ნუ ეს რაც შეეხებოდა მის აი ამ პატარა სინტაქსურ ამბავს. მოდი ხა გადავიდეთ მეთოდებზე. პირველი მეთოდი არის ესეთი ძალიან მარტივი. ნახეთ. myDict clear აი ეს რო დავწერო და შემდეგ შევხედოთ როგორ გამოიყურება ჩვენი დიქშენერი. ნახოთ რომ აი დიქშენერი გახდა ცარიელი. ანუ clear მეთოდმა ყველაფერი წაშალა რაც აქ გვქონდა. ისევ და ისევ ყურადღება მიაქციეთ რომ დიქშენერი ამ ნაწილში გავს my-list-ს, ხო? ამას list-ს ბოდიში. list-ში როცა შევიტანდით ჩვენ ცვლილებას, მთლიანი ცვლადი გვეცვლებოდა. ხო? და string-ებში ეგრე არ ხდებოდა. ანუ ნახეთ string-ის შემთხვევაში როგორ არის my string იყოს დავუშვათ python და შემდეგ მე რო დავწერო my string წერტილი დავუშვათ upper, ხო? და print my string თუ არ გახსოვთ string-ების მეთოდები აუცილებლად ნახეთ ვიდეო აუცილებლად სანახავ სექციაში. კარგი, და ეს რომ მე გავუშვა, აი ნახეთ რა განსხვავება გვაქვს. აი ამ შემთხვევაში, დიქშენერების შემთხვევაში და ანალოგიური ხდება ლისტების შემთხვევაშიც. მეთოდმა ცვლილება შეიტანა თვითონ აი ამ ცვლადში, myDict ცვლადში. myDict იყო ეს და მერე გახდა აი ეს, ცარიელი. მაგრამ, როდესაც ჩვენ მეთოდს ვიყენებთ string-ისთვის, აი ამ მეთოდს string-ების შემთხვევაში არ შეაქვს ცვლილება თავად ამ მასში, ხო? ცვლადში. ანუ ეს არ გარდაქმნა მან. ჩვეულებრივად myStrings რო ვეშთავ, ისევ ჩვეულებრივ პატარა ასოებით დაბეჭდილ Python-ს მიბრუნებს უკან. ხო? არადა, ნუ აფერი ნიშნავს რომ უნდა გაედიდებინა, ხო? მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს გადიდებული ვერსია სადღაც შევინახოთ, სადია შეგვიძლია string upper დავწერო, აი მან შევინახავდი და მე დავბეჭდავდი string upper-ს და უკვე მექნებოდა როგორც დიდი ვერსია, ის პატარა ვერსია ამ ჩემი string-ის. ეს განსხვავება გახსოვდეთ, როცა დიქშენერებზე მუშაობთ. კარგი, კიდევ ჩვენ გვაქვს ესეთი მეთოდი. ნახეთ. აი დავუშვათ მე შემიძლია ჩამოვწერო keys. აი ესე რომ ჩამოვწერო list-ის ფორმატში, ოღონდ ნახეთ. name, age, city. და შემდეგ რო დავწერო, აი ამის დროებით დავშალოთ. და შემდეგ დავწეროთ ესეთი რაღაცა. Default keys
უდრის dict წერტილი from keys, აი ესეთი მეთოდი გვაქვს და ამას უნდა გადავცეთ keys და აი დავუშვათ ნახეთ ახლა დავწეროთ 0. მოდი ხა ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი default keys ცვლადი და მე შევეცადოთ რომ გავიაზროთ ეს მეთოდი რას გვიკეთებს. აი ნახეთ ყველა keys მიენიჭა 0. აი ნახეთ name key-საც 0 აქვს value მნიშვნელობა, age key-საც 0 აქვს და city-საც 0 აქვს. ხო? ნახეთ აი აქ მე list-ის ფორმატში მაქვს ჩამოთვლილი ჩემი key-ები. შემდეგ რაღაცა ცვლადს ვქმნი და მან ვიმახსოვრებ ამას dict წერტილი from keys. აი ეს აუცილებელია dict წერტილი from keys. შემდეგ აქ უნდა გადავცე ჩემი ლისტი, აი ეს ლისტები და ეს მეთოდი რას გააკეთებს, მოკლედ ყველა აი აქ ჩამოთვლილ elements valued ჩამოთვლილ ელემენტებს გადააქცევს key'd, ხო? აი ესე და ყველა მათგანს მნიშვნელობად მიანიჭებს აი ამ ჩემს null-ს. ნუ string 0-ია, სადაც რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ დავუშვათ integer 0-იანი ყოფილიყო, ხო? ესე რომ გავუშვათ, ახლა უკვე integer 0-იანი გვაქვს. ამ შემთხვევაში string-ი გვქონდა. ცხადია ამის უფლებაც გვაქვს. ნებისმიერი რაღაც შეგვიძლია პრინციპში აქ დაგვეწერა. დავუშვათ, რავი, თქვენიათ none მაგალითად, ხო? an, რავი, true, ანუ ესეც შეიძლება. ნუ ცხადია string-ი შეიძლება ეგეც ვნახეთ, ხო? შეიძლება ესეც ყოფილიყო. ყველაფერი იგი. მოკლედ აი dict from keys, აი ეგეთ შემთხვევაში გამოიყენეთ, ხო? როდესაც აი რავი, ძალიან ბევრი key გინდათ რომ გქონდეთ და იცით რომ გინდათ რომ ყველა keys მნიშვნელობა იყოს ერთი და იგივე. აი ეგეთ შემთხვევაში ეს სინტაქსი გამოგადგებათ. კარგი. ასევე ჩვენ გვაქვს მოდი დავაბრუნებ იმ ვერსიაზე, სადაც აი ეს გვეწერა. და ნახეთ print my dict წერტილი get და დავწეროთ age. მაგალითად, გავუშვათ ეს კოდი და ნახეთ დაგვიბრუნა 28. ანუ ჩვენ ორნაირად შეგვიძლია რომ აი ამ 28-ზე გვქონდეს წვდომა. ერთი ვერსია იყო წინასწინაზე გავიხილეთ. აი ესე შემიძლია, ხო? აი ამ სინტაქსით. ცხადია აქ print-ს დავუწერთ. და აი ორივე შემთხვევაში მე მაქვს წვდომა 28-ზე. მოკლედ აი ორნაირად შეგვიძლია. ესეც აკეთებს იგივეს. ოღონდ get methods აქვს ნახეთ ესეთი კარგი დეტალი ასევე ჩაშენებული. თუ აი ეს get მეთოდი ვერ იპოვის შესაბამის, აი ეს ამ keys, აი ზუსტად აი ამ keys. მაშინ აქ ჩვენ ნახეთ მეორე არგუმენტად შეგვიძლია მივუთითოთ, აი ეგეთ შემთხვევაში რა გვინდა რომ დააბრუნოს. მაგალითად, none. აი დავუშვათ, გადავცეთ ისეთი key, რომელიც აქ აშკარად არ გვაქვს, მაგალითად last name. და ვნახოთ, აი დაგვიბრუნა none. ან შეგვიძლია დავაბრუნებინოთ unknown, ხო? უცნობი. ან რა ვიცი, რაც გვინდა. მაგალითად 0 პირობითად, ხო? მოკლედ აი ამაში გვეხმარება ეს get მეთოდი. კარგი. ეხლა ჩვენ ნახეთ კიდე რა შეგვიძლია print my dict წერტილი items რო დავწერო და გავუშვათ ეს კოდი. ამ შემთხვევაში მე მიბრუნდება აი ესეთი აი მოდი ვნახოთ ეს რომელ ტიპს განეკუთვნება. ჩვენ ამას ესე არ გავივლით დეტალურად. აი არც არის ახლა დიდად. აი ნახეთ dict items. აი რაღაც აი mag dict item-ის ფორმატი, ну, dictionary view-ს ეძახიან ხოლმე ამას, view ფორმატში დაგვიბრუნა ახლა ეს ჩვენ მაგალი. ну, ძალიან სპეციფიკური სინტაქსი, მაგრამ ну, items ნახეთ რა შემთხვევებში გამოიყენება, აი როდესაც ჩვენ გვინდა დავუშვათ for loop-ის გამოყენება dictionary-ისთვის. აი ნახეთ ახლა დავწეროთ for in დავუშვათ my dict print
i. ამ შემთხვევაში რას გვიბრუნებდა ჩვენ? default-ად ქარხნულად. ნახეთ, აი for loop გვიბრუნებს აი ამებს, სახელებს. მაგრამ ნახეთ, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი აქ მე თუ ამას დავუწერ items. ეხლა ნახეთ, რას დაგვიბრუნებს? თუფლის სახით დაგვიბრუნებს უკან keys და values. ოღონდ ესენი არის თუფლები. ხო? აი ეს შესაძლებლობა მოგცათ ჩვენ ახლა item. ანუ აი პრაქტიკული გამოყენება რო ვნახოთ, ხო? ნუ ესეც ხო ვნახეთ ახლა აი ამ დროს რა ხდება? mydict items. ნუ რასაც გვიბრუნებდა, ეგ ვნახეთ, მაგრამ ნუ ამისი პრაქტიკული გამოყენება იქნებოდა მაგალითად აი for loop-ის დროს აი ესეთი რაღაცის გაკეთება. კარგი. ასევე ჩვენ გვაქვს ნახეთ mydict-values რომ დავწერო აქ, მოდი აქაც აი X ვერსიაც ვნახოთ values. აი ეს დაგვიბეჭდავს ახლა მხოლოდ value-ებს, აი ამ values-ს ამას და ამას გავუშვათ. აი ნახეთ მაგან დაგვიბეჭდა გიგი 28 და თბილისი, ანუ value-ები მხოლოდ. და აი ნახეთ აქეთ რა ხდება? ეხლა უკვე აი ეს iterაციები, ხო? ანუ for loop-ი ამ შემთხვევაში, ანუ i ეხლა იღებს მნიშვნელობას, i ეხლა იღებს values მნიშვნელობებს, აი როცა ეს არ გვქონდა ჩვენ default-ად მაშინ ხო key-ებს იღებდა თავის მნიშვნელობებად. ჩვენ თუ აქ დავამატებთ წერტილი values, აი ამ შემთხვევაში უკვე აი ამ keys value-ებს მიიღებს მნიშვნელობებად. ხო, ანუ დაგვიბეჭდავს გიგის 28 და თბილისი. ხო, გავუშვათ გიგი 28 და თბილისი. აი ეს პრაქტიკული გამოყენება შეიძლება გქონდეს ჩვენთვის values. და აქ გვაქვს keys, წერტილი keys, ну ეს ამ შემთხვევაში მუშაობს პრინციპში ისევე როგორც აი default version, აი საერთოდ რო არ მქონდეს ეს, აი მაშინ როგორც მუშაობდა, key-ებს რო ბეჭდავდა, ისე მუშაობს ახლა აი ეს ჩვენი keys. ну აქ შევხედოთ აი ამ პრინტის შედეგს, წერტილი keys რას გვიბრუნებს? გვიბრუნებს გასაღებებს, ანუ key-ებს. და აი აქ for loop-ის შემთხვევაში როგორი შედეგი გვაქვს, ხო? დაგვიბრუნა key-ები აქაც. კარგი. მოდი ახლა განვიხილოთ ჩვენ ესეთი მეთოდი. მოდი გქონდეს დავუშვათ age თვლადი. ეს იყოს mydict წერტილი pop age. ნახეთ print age და print mydict. აი ამას შევხედოთ ახლა ჩვენ. გავუშვათ ეს კოდი და აი ნახეთ რა მოხდა. pop-მა ამოაგდო მთლიანად age და 28 ჩვენი dictionary-დან. აღარ გვაქვს ჩვენ ეს. მაგრამ ამავდროულად pop მეთოდი გარდა იმისა, რომ აი აქ ცვლილება შეაქვს ჩვენს ცვლადში. ამავდროულად უკან პასუხად ეს აბრუნებს კონკრეტულად age-ის values. ანუ მოკლედ pop-მა ამოაგდო ეს key value წყვილი და ამავდროულად პასუხად დააბრუნა 28. რატო 28? ზუსტად იმ keys მნიშვნელობა, რაც ჩვენ აქ მივუთითეთ მას. ჩვენ რო აქ მიგვეთითებინა, ანუ რა ვიცი, აქ გქონდეს მოდი მაგალითად city და დაგვეწერა mydict.get city print და მოდი ისევ mydict-ი გამოვპრინტოთ და თუნდაც აქვე ხო პრინციპში city-ს დავბეჭდოთ. ეხლა ვნახოთ 4 პრინტი მაქვს და ვნახოთ რა იქნება თითოეულის შედეგი. აი ეს. კარგით, დაიბეჭდა 28 აი ამ კოდის გამო და დაიბეჭდა ეს mydict, ხო? ნუ ეს ჩვენ ვნახეთ.
აქ get მიწერია, ბოდიში, პოპის პოპი მინდოდა გამომიყენებინა. გავუშვათ ახლა და შევხედოთ. მოკლედ, პირველმა პოპმა ამოგვიგდო 28 ჩვენი დიქშენერიდან და თან მოკლედ დაიმახსოვრა ეს 28 age სვლადში, მე რო ვეშტავ ამას და ამას. კაი, ნუ ეს გავიარეთ. ეხლა ვნახოთ რა ხდება აი ამ ხაზების ქვეშ. მეორეჯერ რო გამოვიყენე პოპი, ამ შემთხვევაში city გადავეც იმას არგუმენტად. შესაბამისად, ეს მთლიანი key value უწყვილი წაშალა დიქშენერიდან, ნახეთ ის მე აქ აღარ მაქვს და ამავდროულად აი ამ მეთოდმა უკან დააბრუნა city-ს მნიშვნელობა, ანუ თბილისი. ანუ რახან უკან დააბრუნა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცვლადი გახდა თბილისი. აგიტომაც არის, რომ city-ს რო ვეშტავ აქ, იბეჭდება თბილისი. და my dict მიაქციეთ ყურადღება, ჯერ ერთი key value წყვილი წავშალეთ, მერე მეორე key value წყვილი წავშალეთ და ეხლა ესეთი არის. კარგი. მოდით ეხლა განვიხილოთ აი ესეთი ვარიანტი. კონდეს მაგალითად last member და იყოს my dict წერტილი pop item აი ეს მეთოდი. და დავბეჭდოთ print my print last member და print my dict. და ვნახოთ ამან რა გააკეთა. გავუშვათ და ნახეთ როგორი შედეგი მივიღეთ. pop item-მა წაშალა აი ეს წყვილი, ბოლო წყვილი. ანუ pop item-ი შლის ბოლო წვილს ჩვენს dictionary-ში. და შემდეგ თან ამავდროულად აბრუნებს მას, ოღონდ როგორ აბრუნებს? თუფლების სახით. თუფლების სახით, რომლის ელემენტებიც არის, პირველი ელემენტიც არის key, აი ამ dictionary-ში და value. ნუ ცხადია რომ თუფლს ესეთი key და value არ გააჩნიათ, მე გულისხმობ რომ ეს city იყო dictionary-ის key და ეს თბილისი იყო აი ამ dictionary-ის key. მაგრამ მოკლედ ამან დაგვიბრუნა პასუხად თუფლი, რომელშიც აი პირველი ელემენტი იქნება ის რაც იყო მოკლედ იმ dictionary-ის key, რომელსაც გავუკეთეთ ეს pop item მეთოდი, აი რაღაც ესეთი. და ნუ ცხადია რომ my dict-იც შეიცვალა და წაიშალა ჩვენი აი ეს ბოლო წყვილი. კარგი. ეს იყო პრინციპში, ნუ აი კიდე ერთი მეთოდი შეიძლება განვიხილოთ. ეს არის update მეთოდი. my dict წერტილი აი update-ი და ნახეთ ამას შეგვიძლია ჩვენ გადავცეთ ესეთი dictionary. მოდი აქ გქონდეს მაგალითად აი ეს რო არ გქონდეს ჩვენ. და აი ამას ნახეთ ამას რო გადავცეთ city თბილისი. და კარგი, მოდი ჯერ ეს გადავცეთ და მერე კიდე გაჩვენებთ რაღაცას. ეს კოდი რო გავუშვათ ჩვენ, ოღონდ დავბეჭდოთ print my dict. ხო, მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი dictionary, მარტო სახელი და ასაკი და დავამატეთ მოკლედ კიდე ერთი ელემენტი. კიდე ერთი key value წყვილი. აი ამ update მეთოდმა მოგცა მაგისი შესაძლებლობა. თუმცა აქ ნახეთ, აი ჩვენ რო დაგვემატებინა age დავუშვათ 30. ეხლა ნახეთ რომ გავუშვათ ვინაიდან ეს key არსებობდა ჩვენს dictionary-ში, მან რაღაცა ახალი key კი არ შექმნა, ზუსტად ანალოგიური key კი არ დაამატა ჩვენს dictionary-ს. ხო? არამედ გამოიყენა ის მოკლედ არსებული და ის ჩაანაცვლა 30-ით. აი ესე იქცევა update-ი. და ნუ ჩვენ ასევე შეგვიძლია რომ update მეთოდი გამოვიყენოთ ესეთი სინტაქსითაც რომ იმიტომ შეიძლება ესეც შეგხვდეთ. ნახეთ. აი ესე იგი გვაქვს აი ეს update-ის ფრჩხილები გვაქვს და შეგნით გვაქვს ლისტი და ამ ლისტში შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თუფლები. ნახეთ, მაგალითად country Georgia და შემდეგ ნახეთ ახალი თუფლი რო დავწეროთ.
hobby coding. და დავბეჭდოთ ჩვენი dictionary. ოღონდ რაღაცა გვეშლება, იმიტომ რომ ეს ხაზი გვაქვს. რა გვეშლება აქ? ავიც ცოტა გავუშვათ იმალი სინტაქსი. ბოდიში, უბრალოდ აი ეს ძიმეები გვინდა. ჩოლობრივი, რა ვიცი, თუფლი, ხო? ანუ სადაც გვაქვს აი ეს არის პირველი ელემენტი ამ თუფლის და ეს არის მეორე ელემენტი და აქ გვაქვს მეორე თუფლი. პირველი ელემენტით და მეორე ელემენტით. აი ესეთ ფორმატში. ხო, ანუ რა თქმა უნდა, რომ თუფლებთან ორ წერტილი არაფერ შუაში არ არის, ხო? ეგ არავურიოთ, ხო? ორ წერტილი ჩვენ გვაქვს dictionary-ში. კარგი, ეს კოდი რო გავუშვათ, აი ნახეთ, ესეც დაგვიმატებს ჩვენ აი ესეთნაირადაც, მოკლედ შეგვიძლია რომ dictionary-ში დავამატოთ ახალი ელემენტები. ნუ ეს არის ჩემი ძველი ელემენტები, რაც მე მეწერა, ხო? ორი ცალი მქონდა მარტო და ესენი დავამატე. კარგი. ეს არის dictionary-ის მეთოდები და ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ ასევე როგორ შეიძლება აი რამდენი სხვადასხვა გზით შეგვიძლია რომ ჩვენ შევქმნათ dictionary. ნუ ერთი და აშკარა არის ეს, ხო? ჩვენ თვითონ გავხსნათ ფრჩხილი, დავწეროთ იქ key value, ანუ ესე ჩამოვწეროთ აი ესავე. და კიდევ შეგვიძლია ესე. აი მაგალითად ნახეთ mydict-ი რო შევქმნა. ნუ პრინციპში აგერ მაქვს და მე გამოვიყენოთ ეს, აი ნახეთ. mydict, ნახეთ როგორ შემიძლია რომ შევქმნა ახლა მე dictionary, დავწერა მე dict. Name უდრის გიგის და age უდრის integer-ი იყოს 28-ს. აი ესეც შემიძლია მე რომ შევქმნა dictionary. print mydict რო გავუშვათ. აი ნახეთ dictionary ფორმატში მივიღეთ, ხო? type mydict-იც გამოვბეჭდოთ და გვეუბნება რომ ეს არის dictionary. მაგრამ ნახეთ აქ პატარა შეზღუდვები გვაქვს ახლა ჩვენ. ნახეთ kid აქ ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ სხვა რაღაცას, არა და აი მაგალითად dictionary გვაძლევს შესაძლებლობას რომ ჩვენი key იყოს აი ნახეთ მოდი სწრაფად გაჩვენებთ რაღაცა new dict რო შევქმნათ. dictionary გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი key იყოს არა აუცილებლად string-ი, არამედ integer-იც, მაგალითად. ესეც არის შესაძლებელი. აი რო გავუშვათ და ვნახოთ, აი ჩოლობრივად, ანუ არანაირ error-ზე არ გავყავართ. მაგრამ ჩვენ თუ dictionary-ს აი ამ მეთოდით შევქმნით, ხო? მაშინ შეზღუდულები ვართ. აი აქ მე უკვე ვეღარ შევძლებ აი ამ მეთოდით შექმნილ dictionary-ში რომ kid მქონდეს ერთიანი. ნუ აი ნახეთ წითელი ხაზი გაგვისვა ქვემოთ. ამის უფლება არ აქვს ჩვენ. ამიტომ მოკლედ აი დაიმახსოვრეთ რომ ამ მეთოდს რაღაცა გარკვეული შეზღუდვა აქვს, ხო? აი აქ დასაშვებია მხოლოდ ისეთი რაღაცები, რაც ზოგადად აი ცვლადებს როცა ვქნით, მაშინ რაცაა დასაშვები, აი ეგენია აქ დასაშვები. ანუ მაგალითად ხო დაუშვებელია რომ ჩვენ ცვლადს ერქვას აი ესეთი რაღაცა. ანუ რიცხვით, ანუ ციფრით არ უნდა იწყებოდეს ჩვენი ცვლადის სახელი. ესეთი აკრძალვა გვაქვს Python-ში. აქაც მე აი ესე ვერ დავიწყებ. მოკლედ ანუ იგივე აკრძალვები, რაც ზოგადად ცვლადების შექმნასთან დაკავშირებით გვაქვს, ვრცელდება ამ შემთხვევაში dictionary-ზეც. კარგი და მოდი განვიხილოთ კიდე ერთი გზა dictionary-ის შექმნის, მაგალითად, აი ნუ ესეც ოდნავ გავს ამას. ნახეთ, ვიყენებ ესეთ lists და ამ list-ში შიგნით გადავცემ თუფლებს, როგორც დაახლოებით წინაზე გქონდა, ხო? ეს იყოს ერთი თუფლი და უბრალოდ ერთი პირველი ელემენტი ამ თუფლის იყოს gigi და შევქმნათ ახლა აქ ჩვენ მეორე თუფლი, დავუშვათ age და 28. აი ასეთნაირადაც შეგვიძლია ჩვენ რო შევქმნათ dictionary. გავუშვათ და აი მივიღეთ dictionary. კარგი. ჯერჯერობით აი ეს გვინდა ეს დეტალები დაგჭირდება dictionary-ზე რო ვიცოდეთ. ამიტომ რა ვიცი, ეს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას, შეეცადეთ რომ დაიმახსოვროთ
ნელ-ნელა შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ მიბრუნება, ზოგადად აი ამ ვიდეოებთან, აი რაც ეხებოდა ლისტის მეთოდებს, string-ის მეთოდებს, dictionary-ის მეთოდებს, ეს არ არის ვიდეო, რომელსაც ერთხელ ნახავს და ყველაფერი დაგამახსოვრდებათ. აუცილებლად შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ ამათი გადამეორება. კარგი, ეს იყო მოკლედ dictionary-ის მეთოდების შესახებ.